რა ხდება ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს? პირველ ტრიმესტრში, როგორც კი ჩასახვა ხდება, მაშინვე გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც მომავალ ნაყოფს იცავენ. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხდება საშვილოსნოში და იქებმება. ურა! ჰორმონი ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ამ ჰორმონის არსებობაზე რეაგირებს ორსულობის ტესტი შარდში და ჩვენ ვხედავთ სანატრელ ორზოლს. ის შეიძლება დაგვიწამოს ცხოვრება ტოქსიკოზით და მისი ბრალია ძილიანობა და ძალების დაქვეითება. ულტრაბგერით ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, მაგრამ გულისცემა უკვე ისმის. მეორე ტრიმესტრისთვის პლაცენტა ყალიბდება და მასთან ერთად ცხოვრება ბევრად უფრო მარტივდება. წარსულში რჩება ტოქსიკოზი, ჩნდება ენერგია და ძალების მოზღვავება. შეიძლება გაჩნდეს უცნაური საკვები პრეფერენციები. მუცელი შესამჩნევი ხდება და პირველად ვგრძნობთ ნანატრ ბავშვის მოძრაობებს. ყოველ კვირასთან ერთად უფრო აშკარად ვაცნობიერებთ ჩვენს მდგომარეობას, ისევე როგორც გარშემომყოფებიც. მესამე ტრიმესტრი. საშვილოსნო ზრდას აგრძელებს, სხვა ორგანოებს აწვევა და ეს შეიძლება პრობლემად იქცეს. შეიძლება გაჩნდეს უსიამოვნო შეგრძნებები წელის, მენჯისა და ზურგის არეში. შალდის ფუშტი იწნეხება, რაც გვაეძულებს უფრო ხშირად ვიაროთ ტუალეტში. ვიწყებთ აქტიურად ბუდობის პროცესს, ვაგროვებთ ბავშვისთვის საჭირო ნივთებს და რაც უფრო ვუახლოვდებით სავარაუდო მშობიარობის თარიღს, ძალები აღარ გყოფნის ამ ორსულობის ტარებას. მომავალი მშობიარობისში შეიცვლება მტკიცე სურვილით, რომ რაც შეიძლება მალე ვიმშობიაროთ. ჩნდება მშობიარობის წინამორბედი ნიშნები.